პატარა კახის ძეგლი პრემიერმა და თბილისის მერმა დღეს ერთად გახსნეს. ნამუშევარი, რომელიც 8 მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა, ახლა უკვე საქართველოს შუაგულში დგას. მან მომავალთაობას დაუტოვა მაგალითი იმითა თუ როგორ უნდა ივერდგულოს და უყვარდეს თავისი ქვეყანა ქართლს. სიცოცხლის პასატაც კი ამიტომ პრემიერები ვართ რომ მონაწილეობა მივიღეთ აგრეთვე ჩვენმა კოლექტივ ამ დიდ საქმეში. სანამ ერი ახერხებს იმდენს რომ აი ესეთი ნამუშევრები დადგას დაანახოს მთელ მომსვლელ ტურისტს უცხოელს და ასე შემდეგ ეს არის ძალიან კარგი და ამას აქვს ჩვენთვის მთელი ქართველი ერისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. მე-18 საუკუნის გამორჩეული მმართველი ერეკლე მეორე, მეფე რომელიც სიმამაცისა და პატრიოტიზმის სიმბოლოა, ახლა სიმბოლურად სწორედ კახეთიდან მომავალ მგზავრებს ეგებება. ერეკლე მეფის ძეგლის სიმბოლურ თუ ისტორიულ დატვირთვაზე დღეს ბევრი ითქვა. თბილისში მისი განთავსების ინიციატივისთვის კი პრემიერმა მადლობა პირადად დედაქალაქის მერისგანაც მიიღო. ის არის პატრიოტიზმის ნამდვილი სიმბოლო, ეს არის პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლო, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეხემძღვანელოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა, სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში, ერეკლე მეორისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფესვებს, ქვეყანა რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის სათანადო პატივის მიგება რომ ხელისუფლების ვალია, ეს დღეს ქვეყნის პირველმა კანონმდებელმაც თქვა. შალვა პაპუაშვილის თქმით ერეკლე მეორემ თავის პრაგმატიზმით ჩვენს ქვეყანას ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა. ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მართლსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს. საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. ერეკლე მეორის ძეგლი თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმებითა და ერთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. მოვახერხეთ, რომ ხელოვნება შემოგვეტანა ისტორიის და ლანდშაფტის გალამაზებაში. რამდენჯერაც აქ ჩავივლით და რამდენჯერაც აქ გავივლით, გაგვახსენდება ჩვენი ისტორია. ძეგლი, რომელიც სამგორის პარკშია განთავსებული, ამ განახლებულ რეკრეაციულ სივრცეს კულტურულ ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ახლად რეაბილიტირებული სამგორის პარკი დედაქალაქის მერმა დღეს პირადად გახსნა. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ თვითონ მზე ვარ. მოვედი და ლურჯიციდან თვალს შევუკრა